ღირსი პაისი ათონელი. სიტყვანი მონაზნური ცხოვრების შესახებ. მონაზნოდ შედგომა. თავი პირველი, მონაზნობის გადაწყვეტილება. მამაო, რა შემთხვევაში შეიძლება თქვას კაცმა, რომ იგი არ არის მოწოდებული მონაზნობისთვის? მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი თავის გულს სრულად კი არ ფლობს, არამედ ვიღაც პიროვნებისთვის აქვს ბოძებული და გამუდმებით მასზე ფიქრობს. თუნდაც გულის მეათასედი ჰქონდეს ბოძებული ვინმესთვის, უმჯობესია არ შეუდგეს მონაზნურ ცხოვრებას, რადგან ვერ წარემატება. მტერი გულის ამ მეათასედ ნაწილში მოიკიდებს ფეხს და გამუდმებით შეებრძოლება ხან ხორცით, ხან გულის სიტყვებით. ცუდი კი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც უკვე მონაზონი იქნება, მთლიანად დაეუფლება მის გულს და მაშინ გაცხადდება თქმული. წინ წახვალ უფსკრულია, უკან დინება წაგიღებს. ცხადია თუ ისე მოხდება, რომ თავის გულს ოდესმე რომელიმე პიროვნებას უბოძებს, მაგრამ შემდეგ გათავისუფლდება მისგან, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მონაზნობისთვის არ გამოდგება, ან კიდევ თუ კი მცირე ხნით რომელიმე პიროვნების მიმართ სიმპათია გაუჩნდება, მაგრამ იბრძოლებს და გულს მასზე მიჯაჭვულობის საშუალებას არ მისცემს. არც მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ იგი მონაზნობისთვის არ გამოდგება. მამაო, თუ ვინმეს მონაზნობა სურს, მაგრამ მოუსვენარი ბუნება აქვს და ხორცი ებრძვის, მისი ყოყმანი გადაწყვეტილების მისაღებად გამართლებულია? ხორციელი ბრძოლა არ არის დაბრკოლება მისთვის, ვისაც მონაზნობა სურს. თავარი ისაა, რომ გული ჰქონდეს შემოკრებილი. თუ იგი არ ფიქრობს ქორწინებაზე და მისი გული არ ეკუთვნის რომელიმე პიროვნებას, მაშინ შეუძლია მონაზნობას შეუდგეს, თუნდაც ბობოქარი ბუნება ჰქონდეს. თანაც მას, ვისაც გამოკვეთილი ბუნება აქვს და მის დასაძლევად იღწვის, ზეცაში იგი გვირგვინებით ავა, რადგან საკუთარ თავს ცათა სასუფევლისთვის აიძულებს. ვისაც მშვიდი ბუნება აქვს, ისიც ავა ზეცაში, მაგრამ გვირგვინების გარეშე. ამდენად ყველა აღნაგობის ადამიანი გამოდგება მონაზნობისთვის. უბრალოდ ყველა ადამიანს ერთნაირი კეთილშობილება და რწმენა როდი აქვს. ვინც მონაზვნად აღიკვეცება, ცხადყოფს დიდ კეთილშობილებასა და თავის უხსიყვარულს ღმერთის მიმართ. მამაო, სურს მონაზნობას შევუდგე, არა იმიტომ, რომ ღვთის მიმართ დიდ სიყვარულს გრძნობ, როგორც მაგალითად სხვები, არამედ იმიტომ, რომ ბნებათაგან გათავისუფლება მინდა. იქნებ არასწორი დასაწყისია. სწორი დასაწყისია. მიზეზი, რისთვისაც შეიძლება ვინმე მონაზნობას შეუდგეს, მხოლოდ ერთი როდია. ეშმაკი კი იმისთვის, რომ აგრიოს, რას შვება, გაწვდის შემდეგ აზრს. შენ ისე არ იწყებ, როგორც სხვებმა დაიწყეს, მას შეცდომა დაუშვი. ღმერთი თითოეულს განსხვავებული გზით მოუწოდებს მონაზნურ ცხოვრებაში. ეს ძალიან გულს მიჩუყებს. ადამიანის შესაბამისად პოულობს გზებსაც. თუ როგორ მოუწოდოს მას, შემიძლია 80 განსხვავებული შემთხვევა მოვიყვანო. ერთხელ ათონზე ერთი ახალგაზრდა მოვიდა თავისი ძმის სანახავად, რომელიც მონაზონი იყო. საბოლოოდ კი თვითონაც დარჩა და მონაზონი გახდა, არადა მანამდე საერთოდ არ ფიქრობდა მონაზნობაზე. სხვა შემთხვევასაც გეტყვი. ერთი ახალგაზრდა მაღალ ხეზე ავიდა, ტოტი მოუტყდა და ძირს ჩამოვარდა. ვიდრე ჩამოვარდებოდა თქვა, ღვთისმშობელო, თუ უვნებელი გადავრჩები, მონასტერში წავალ და მართლაც უვნებელი გადარჩა. მან მაშინვე შეასრულა თავისი აღთქმა. ათონის მთაზე მოვიდა და მონაზვნად აღიკვეცა. სხვას ერთ-ერთი წმინდანის ცხოვრება მისცა ბიძგი
და მონაზვნად აღიკვეცა. როგორც მაგალითად მღვდელმონაზონი საბა ესფიგმენელი, რომელიც 14 წლის ასაკში წავიდა ათონის მთაზე. მახსოვს მითხრა კიდეც, რომ ერიდან მისი წასვლის მიზეზი იყო წმინდა იოანე გლახაკის ცხოვრება, რომელმაც მის გულში ქრისტეს მიმართ დიდი სიყვარულის ალი აანთო. ცხადია მრავალ ადამიანს წაუკითხავს წმინდა იოანე გლახაკის ცხოვრება, მაგრამ მცირედმა თუ მიიღო მისგან სტიმული, რომ მონაზონი გამხდარიყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ სახიერი ღმერთი ყველას მოუწოდებს, ყველას აძლევს სხვადასხვა შესაძლებლობას, მაგრამ მცირედნი თუ იყენებენ მას, მხოლოდ მცირედნი ეხმაურებიან საღვთო მოწოდებას. მოდით თქვენთვის ადგილი მაქვს სამეფო დაცვაში, ამბობს უფალი. მავანი კი მიდის და მეველე ხდება. ღმერთი არ გაკიცხავს მას ამის გამო, მაგრამ იგი თავად მოექცა უსამართლოდ საკუთარ თავს. მამაო ზოგჯერ აზრი გამევლის, რომ მონაზნობაში შემთხვევით აღმოჩნდი. არა დალოცილო, არც ერთი თქვენგანი აქ შემთხვევით არ მოსულა. ქრისტემ თითოეული ჩვენგანი განსხვავებული გზით მოგვინადირა და მონასტერში მოგვიყვანა. შენ ამას შემთხვევითობას ეძახი. ხშირად ვიხსენებ მღვდელმონაზონ ნილოს ივერონის სკიტიდან. იგი კარგი მეთევზე იყო და ყოველ ჯერზე, როცა სათევზაოდ მიდიოდა, ბევრ თევზს იჭერდა. ამას ხედავდნენ სხვებიც, რომლებიც თევზაობიდან ხელცარიელნი ბრუნდებოდნენ და ეკითხებოდნენ, რატომ ხდება, რომ შენ ყოველთვის იჭერ თევზს, ჩვენ კი ვერა. ის კი პასუხობდა, თქვენ არ იცით, როგორი სატყუარა უნდა დაუგოთ თევზს. ყველა თევზი ერთი და იმავე სატყუარათი როდი დაიჭირება. ერთს ყველი უნდა დაუგო, მეორეს ჭიაყელა, მესამეს ლიფსიტა. მე ვიცი თითოეულს რა სჭირდება. შესაბამისად ვაკვირდები რომელი თევზია, ვაგდებ შესაფერის სატყუარას და თევზსაც ვიჭერ. თუ მეთევზე მამა ნილოსმა იცოდა, როგორ დაეჭირა თითოეული თევზი, განა ქრისტემ არ იცის, როგორ მოინადიროს თითოეული ადამიანი. ხან აქედან მიუდგება, ხან იქიდან, ვიდრე თავისთან არ მიიყვანს. როცა ესფიგმენის მონასტერში გამოსაცდელი მორჩილი ვიყავი, იქ იყო კიდევ ერთი მორჩილი, რომელსაც მაღალი სულიერი საზომისთვის მიეღწია. ვიდრე მონასტერში მოვიდოდა, დიდი მწუხარების გავლა მოუხდა, ჯერ ძმა გარდაეცვალა, შემდეგ გიმნაზიაში ორჯერ გავიდა გამოცდაზე და მიუხედავად იმისა, რომ ფრიადოსანი იყო, ვერ ჩააბარა. მცირე ხნის შემდეგ მამაც გარდაეცვალა. საბრალო დედამ იგი მეზობელ სოფელში ბიძასთან გაგზავნა, რომ ბიძაშვილებთან ერთად ყოფნით ცოტათი განტვირთულიყო. ერთ დღეს ყველანი ახლო მდებარე მონასტერს ესტუმრნენ. ბიჭს იქაურობა ძალიან მოეწონა. სახლში რომ დაბრუნდა, დედას განუცხადა, დედა, მე მონასტერში წავალ. წადი შვილო, მიუგო მან. არადა ქვრივი იყო და ერთი ინვალიდი შვილიღა ჰყავდა. ასე რომ წავიდა ზემოხსენებულ მონასტერში, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილა, რადგან მეზობელი სოფელი გაფართოვდა. მონასტრის სიახლოვეს ახალი სახლები აშენდა და დიდი ხმაური შეიქმნა. შემდეგ, როცა ათონის მთის შესახებ შეიტყო, ესფიგმენის მონასტერში მოვიდა, თუმცა წინანდელ მონასტერზე მას არაფერი ნეგატიური არ უთქვავს. როცა ეკითხებოდნენ, თუ რა მიზეზი წამოვიდა იმ მონასტრიდან, ამბობდა, იქ მამები დიდ ღვაწლს ეწეოდნენ და ამიტომაც გადავწყვიტე მოსულიყავი წმინდა მთაზე, სადაც მონაზნური ცხოვრების მრავალი გზა არსებობს. ხედავდა რა ღმერთი მის განწყობას შეეწია და სულიერი წარმატებისკენ გზა გაუხსნა. მამაო, არსებობს ალბათობა, რომ რომელიმე ახალგაზრდა მონაზნობაში მიიზიდოს სიყვარულმა, რომელიც ამა თუ იმ მონასტერში ნახა.
არ არსებობს, მაგრამ თუნდაც რაიმე მსგავსი მოხდეს. მნიშვნელოვანია არა ის თუ როგორ იწყებს, არამედ როგორ დაასრულებს. შეიძლება ვინმე სრულიად ბავშვურად დაიწყოს მონაზვნური ცხოვრება, მაგრამ წარემატოს. ვიცნობდი ერთ მონაზონს, რომელიც ბავშვური სიჯიუტით წავიდა მონასტერში. სიყმაწვილეში, როცა 16 წლისა იყო, ერთ-ერთ ბიძაშვილთან ერთად მეწაღე ბიძის სახელოსნოში მუშაობდა. ბიძას მეორე ძმისშვილი უფრო მეტად უყვარდა და 2 დრაქმით მეტს აძლევდა. რატომ აძლევს მე 3 დრაქმას, მას კი 5-ს? ავდგები და ათონის მთაზე წავალ მონაზვნად, განიძრახა მან. მოვიდა ათონის მთაზე და მოსვენებაც პოვა. აქ რაღაც განსხვავებული ცხოვრებაა, იფიქრა მან. აღიკვეცა მონაზვნად და წარემატა კიდეც. ამასთან თავის მონასტერსაც გაუწია დახმარება. სხვა ახალგაზრდას, როცა პირუტყვს მწყემსავდა, ჩაეძინა, მგელი მოვიდა და ვირი დაუგლიჯა. როცა ბიჭს გამოეღვიძა და მომხდარი დაინახა, წუხარება მოიცვა. ახლა როგორ დავბრუნდე მონასტერში, გაიფიქრა მან. რადგან რცხვენოდა სოფელში დაბრუნება, ადგა და ათონის მთაზე მოვიდა. ანუ მგლის მიერ ვირის შეჭმა მონასტერში მისი მისვლის მიზეზი გახდა. მამაო თუ ვინმე წლების შემდეგ დარწმუნდება, რომ თავისი ხასიათის გამო არ იყო მოწოდებული მონაზნობისთვის, მაშინ რა ხდება? ასეთი შემთხვევა არ არსებობს. თუნდაც თავად არ ნდომოდა მონაზვნად აღკვეცა, იგი ქრისტეს სურდა თავის ანგელოზთა დასში. ანუ უნდოდა თუ არ უნდოდა ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც არ ქონდათ განზრახული მონაზნობა, ღვთის განგება იყო, რომ მონაზონი გამხდარიყო. ეს დიდი რამეა. ეს უფრო მეტად მიჩუყებს გულს, ვიდრე ის, რომ ვინმეს ბავშვობიდანვე სურს მონაზნობა. ეს ერთგვარი საღვთო მიტაცებაა. როცა ადამიანი ვერ აცნობიერებს ამას, როგორც ღვთის დიდ ქველმოქმედებას, ეს დიდი უმადურობაა. ქრისტემ იგი ისე მიიტაცა, რომ თავად ეს არ მოუთხოვია. ეს ლოდებსაც კი შეძრავს, რადგან ამ შემთხვევაში ღვთის სიყვარული გაცილებით დიდია. აი წმინდა ირინე ქრისოვალანდი თავისი სამშობლოდან კონსტანტინოპოლში დასაქორწინებლად გაემგზავრა. მაგრამ როცა წმინდა იოანიკესთან ლოცვა კურთხევის მისაღებად შეიარა, ბერმა თავისი წინასწარმცნობელობის ნიჭით უთხრა, რომ მისი გზა ქრისოვალანდის მონასტერში მიდიოდა. ანუ უნდოდა თუ არა ეს თავად ირინეს, ქრისტეს იგი ხსენებულ მონასტერში სურდა და ამ გზით მოუწოდა მას. მამაო შესაძლებელია ვინმეს მონაზნობა სურდეს, მაგრამ მის ხასიათში არსებობდეს გარკვეული მონაცემები, რომლებიც მას ხელს შეუშლის მონაზნობის გადაწყვეტილების მიღებაში. მიზანი სწორედ ისაა, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ხასიათი. მონაზვნები იმისთვის ხვდებით, რომ სხვას დავემორჩილოთ, დაუმდაბლდეთ, განვიძარცოთ ძველი კაცი, მივიღოთ საღვთო მადლი, გამოვსწორდეთ, შევიცვალოთ. აქ ხდება საღვთო ფერისცვალება, სულიერი ფერისცვალება. მაშინაც კი, როცა ვინმეს აქვს მემკვიდრეობითი სისუსტეები, რომლებიც მას აფერხებენ მონაზნობის გზაზე, ღმერთი მის სისუსტეებს კი არ გამოიძიებს, არამედ შეაფასებს, თუ რა სამუშაო გასწია ძველ კაცთან მიმართებით და ამის საფუძველზე განსჯის მას. მამაო მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, თუ რა გზას უნდა დავადგე ცხოვრებაში. მონასტერში წავიდე, თუ დავქორწინდე, როგორ უნდა მივხვდე, რა სურს ღმერთს ჩემთვის. ღმერთს სურს ის, რაც შენ გინდა. აირჩიე ის, რაც ყველაზე მეტად განიჭებს მოსვენებას და აღასრულე იგი მთელი გულით. ქრისტე თავადია და პატივსცემს ადამიანის თავისუფლებას, რომელსა ნებავს შემოდგომად ჩემდა, განაცხადა მან. ასევე თქვა,
რომელიც შემძლებელს დატევნად დაიტიენ. მისცა ადამიანს თავისუფლება, რათა ჩვენი ეკლესიის მიერ ორი სახის კურთხეული ცხოვრებიდან ერთ-ერთს გაჰყვეს, ან ქორწინებას, ან დაუქორწინებელ ცხოვრებას. ამდენად თითოეული თავისუფლად და სხვისი ზეგავლენის გარეშე ირჩევს და მიყვება გზას, რომელიც მის გულს წადია. განკითხვის დღეს ქრისტე იმას კი არ გკითხავს, რატომ აირჩიე ესა თუ ის გზა, არამედ გეტყვის, გზა რომელიც აირჩიე წმინდა ჰყავ. მამაო, მე ერთნაირად მაფიქრებს როგორც ქორწინების, ისე მონაზნობის საკითხი და ვმერყეობ. ვერც ერთ მხარეს ვიხრები, ვერც მეორეს. შეგიძლიათ მითხრათ, თუ რა არის საუკეთესო ჩემთვის. მე ვხედავ თუ საით იხრება სასწორი, მაგრამ არ ვამბობ, რადგან მომწონს სულიერი დარბაისლობა. გარდა ამისა, რაიმე რომ მოხდეს და სირთულეებს წააწყდე, გინდ ერთ, გინდ მეორე ცხოვრებაში, იტყვი, რატომ მითხრა, ასე მოიქეციო, რატომ დავუჯერე? მე ჩემს მორჩილსაც კი არ შემიძლია ვუთხრა, როგორ მოიქცეს. შეხვდება განსაცდელები და მაშინ, როცა სხვები მიხვდებიან, რომ ეს მისი სარგებლობისთვის მოხდა, თვითონ ამას ვერ გააცნობიერებს. მსგავსი შემთხვევა უკვე მქონდა, ასე რომ ერთადერთი, რაც შორეული უდაბნოდან შემიძლია მოვიმოქმედო, არის ის, რომ როგორც ღვთისგლახაკმა მონამ, ჩვენი მდიდარი მეფისგან ვითხოვო გონება გაგიხსნას და დამოუკიდებლად აირჩიო ორიდან ერთ-ერთი ცხოვრება ჩვენი ეკლესიისა. მამაო, მომწონს მონაზნური ცხოვრება, მაგრამ ვშიშობ, ვაი თუ ბოლომდე მიყვანა ვერ შევძლო. არც დაქორწინება მსურს, გაორებული ვარ. გაორება ძალიან ცუდი რამ არის. როცა ადამიანი გაორებულია, წარმატებას ვერ აღწევს. მსგავსად იმ სახელმწიფოსი, რომელიც გაყოფილია და ვერ ვითარდება, არამედ იშლება. შენ ახლად გახარ გზაჯვარედინზე, სადაც ხშირი მოძრაობაა და შესაბამისად უბედური შემთხვევის საფრთხეც დიდია. ამიტომ უნდა გადაწყვიტო, ან ერთ მხარეს წახვიდე, ან მეორე. ცხოვრებაში ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს ჯვარი, ან ქორწინება, ან მონაზნობა. ეს კი იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა დავემორჩილოთ და ასე დავმდაბლდეთ ჩვენი სულის საცხოვნებლად. მამაო, როგორ შევძლებ მიხვედრას, ნამდვილად მსურს თუ არა ქორწინება ან მონაზნობა? წარმოიდგინე სასწორი, ერთ მხარეს ქორწინება დადე, მეორე მხარეს კი მონაზნობა. საითაც გული მიგიწევს და სასწორი თუნდაც მცირედით იხრება, ეს არის, რაც ნამდვილად გსურს. ალბათ გარკვეული დროა საჭირო, რომ მივხვდე თუ რა მინდა. ცხადია, დროც საჭიროა, ვიდრე ჩითილი ფოთლებს არ გამოიღებს და ნაყოფს არ მოისხამს, არ იცი რა მცენარეა. ასე მოხდება შენ შემთხვევაშიც. რაც შენში აყვავებას დაიწყებს, იქნება ის, რაც გწადია. მამაო, თუ კი გადაწყვეტილების მიღებაში შეცდომას დავუშვებ. შეცდომაც რომ დაუშვა, თუ დადებითი განწყობა გაქვს, ღვთის მადლი დაგიფარავს. და მაშინ გინდ ქორწინებაში იყო, გინდ მონაზნობაში, შეუძლებელია წარმატებას ვერ მიაღწიო. ყოველ შემთხვევაში იცოდე, რომ კეთილშობილი და თავდადებული ადამიანი ყველგან წარმატებას აღწევს. ხოლო ვისაც კეთილშობილება არ გააჩნია, რა გზაც არ უნდა აირჩიოს, წარუმატებელი იქნება. ერთხელ კალიფში ერთი ახალგაზრდა მესტუმრა და მითხრა, მამაო, როგორ მოვიქცე, ერში რომ დავრჩე, არც კი ვიცი, როგორ ადამიანთან მომიწევს ურთიერთობა. როგორც მოვლენებს ვაკვირდები, ალბათ მონასტერში წავალ. წადი მონასტრებში და ნახე, რომელი მოგეწონება, ვუპასუხე მე. წავიდა ერთ-ერთ მონასტერში და როცა დაბრუნდა მითხრა, იქაც საკმაოდ რთულია, ყოველდილით მსახურებას უნდა დაესწრო, არათუ ერთ ან ორ დღეს,
არამედ ყოველდღიურად. ასევე მორჩილების საქმეც ძალიან ბევრია. ეს ერთობ დამღლელია. ალბათ ერში დავბრუნდები. აბა მითხარი, რა მონაზონი ან ოჯახის თავი გამოვა მისგან. რა უნდა ვიღონო მამაო, რომ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღო? ფიქრობ ძალიან დაგეხმარება 2-3 თვით რომელიმე მონასტერში რომ წახვიდე, არა როგორც გამოსაცდელი მორჩილი, არამედ სტუმრად, რათა ამ გზით თვალყური ადევნო და გაიცნო მონაზნური ცხოვრება. თუ ნახავ, რომ გული მიგიწევს ამ ცხოვრებისკენ, დარჩები და მონაზვნადაც აღიკვეცები, ხოლო თუ არ მოგეწონება, მაშინ იქორწინებ. თორემ თუ მცირე ხნით მაინც არ წახვალ მონასტერში და იქორწინებ, მაგრამ შვებას ვერ პოვებ, გული სიტყვები დაგახრჩობენ. ამიტომ დარჩი 2-3 თვით მონასტერში და რომც დაქორწინდე, მონასტერში ცხოვრების ეს პერიოდი მომავალში სულიერ სარგებელს მოგიტანს. მამაო, რომელი წიგნები უნდა წაიკითხოს ადამიანმა, რომ კარგად გაერკვეს რომელ გზას გაყვეს? იმისათვის, რომ ადამიანი გაერკვეს რომელ გზას გაყვეს, ქორწინებას თუ მონაზნობას, ძალიან სასარგებლოა სვინაგზარი და წმინდა მამათა ნაშრომები, მაგალითად ნიკოდიმოს მთაწმინდელის უხილავი ბრძოლა, აბა დოროთეს სულის სასარგებლო სწავლანი, იოანეს სინელის კიბე და სხვა. სულიერი საკითხავით ადამიანი უკეთესად დაინახავს, რომელი გზისკენ არის მოწოდებული, შესაბამისად იმ შინაგანი მდგომარეობისა, რომელსაც კითხვისას შეიგრძნობს, ანუ შესაბამისად გულის და არა ჭკუის კარნახისა. თუ ადამიანი ჭკუით გადაწყვეტს და არა გულით, შეუდგეს ამა თუ იმ ცხოვრებას, შემდეგ კვლავ მხოლოდ გონებით გააგრძელებს სვლას, რომელიც ცხოვრებაც არ უნდა აირჩიოს, ხოლო თუ გულს არ დაუდებს იმას, რასაც აკეთებს, რა წარმატებას მიაღწევს. ჰაჯი გიორგის კრებულში ყმაწვილი მონაზვნები როგორ ახერხებდნენ ესოდენ მკაცრ განაწესთან ადაპტაციას. არ უჭირდათ მკაცრი მარხვები და სხვა ღვაწლის აღსრულება. მათ მოშურნეობა ჰქონდათ დალოცვილო. იცი რას ნიშნავს მოშურნეობა? არა მხოლოდ ადაპტაციას ახერხებდნენ და პრობლემებს არ ქმნიდნენ, არამედ უფროსებსაც კი სჯობნიდნენ მოღვაწეობაში. ვიცი მონაზვნები, რომლებმაც ქრისტეს სიყვარულისთვის ბავშვობაშივე დატოვეს თავიანთი სამშობლო და მოვიდნენ სულიერ უცხოობაში, ათონის მთაზე, სადაც ღვთისმშობელი უკვე თავიანთ დედად ყავდათ და მისი შეწევნით თავდადებით იღვაწეს. რუმინელმა მღვდელ მონაზონმა იოაკიმემ 16 წლის ასაკში დატოვა დედა და ღვთისმშობლის წალკოჩი მონაზნობისთვის მოვიდა. როცა მისი აღსასრულის ჟამი დადგა, გამუდმებით ამბობდა, ჩემო დედა ღვთისმშობელო, ჩემო ღვთისმშობელო და ასე განუტევა სული. ასევე მისი თანამემამულე მამა ბართლომეც 15 წლის ასაკში მოვიდა ათონის მთაზე სულიერი მოღვაწეობისთვის, მაშინ როცა მისი თანატოლი ბავშვები ჯერ კიდევ საერო თამაშებით ერთობოდნენ. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა სხვა ახალგაზრდა მონაზონმაც, რომელიც ღვთისმშობელს საკუთარ დედად მიიჩნევდა. ვიდრე ათონის მთაზე მოვიდოდა, ბავშვობაში ფეხი მოიტეხა და ძვალში ჩაუდგეს ფოლადის ფირფიტა, რომელიც ექიმებს გარკვეული დროის შემდეგ უნდა ამოეღოთ. მონასტერში იგი არ ამხელდა ამ ამბავს, რათა ერში არ გაეშვათ ფირფიტის ამოსაღებად და ამის გამო კოჭლობა დაიწყო. რა მოხდა, რა დაგემართა ეკითხებოდნენ მას. საბოლოოდ იძულებული გახდა აღნიშნული ფაქტი გაემჟღავნებინა. მაშინ მოძღვარმა იგი სამშობლოში გაგზავნა საავადმყოფოში, სადაც შემთხვევით შეხვდა დედას, რომელიც ერთი ავადმყოფის მოსანახულებლად მისულიყო. როგორც კი შვილი დაინახა, შესძახა, შვილო ჩემო იოანე. რა შვილო იოანე, მე ღვთისმშობლისა ვარ,
მიუგო მან. სხვა ბავშვი 12 წლისა თანაც დედის ერთა დაწყებით კლასებში სწავლობდა და იმავდროულად ერთ მეწახესთან მუშაობდა, რათა მცირეოდენი ფული შეეგროვებინა და პელოპონესიდან ათონის მთაზე მოსულიყო. უფროსი მას 5 დრაქმას აძლევდა, მაგრამ ის არ ღებულობდა. შემიგროვე და ყველას ერთად წავიღებ, რადგან დამჭირდება, ამბობდა ბავშვი. 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და როგორც კი საჭირო ფული შეგროვდა, აიღო და ისე წავიდა ათონის მთაზე, ამის შესახებ არავისთვის უთქვავს. ჯერ ეს ფიგმენის სავანეში მივიდა, მაგრამ რადგანაც არასრულწლოვანი იყო, მამებმა არ მიიღეს და კავალისკენ მიმავალ გემში ჩასვეს. იქიდან საბრალო ბავშვი კვლავ ათონის გზას დაადგა, ხან ფეხით მიდიოდა, ხან გზაზე შემხვედრ რომელიმე მეურმის სახედარს დააჯდებოდა. წარმოიდგინეთ, რაოდენ მოწადინებული იყო. საბოლოოდ ისევ ეს ფიგმენში მივიდა, სრულიად ღონემიხდილი და გამოფიტული. მამებს შეებრალათ ბავშვი და გადაწყვიტეს დაეტოვებინათ. ცოტა გონს რომ მოიყვანეს, სავანის მიღმა ამბელიკიაში გაგზავნეს, სადაც ცხოვრობდა 6-7 მონაზონი, რომლებიც ვენახებს უვლიდნენ. როცა ბავშვი წამოიზარდა, სავანეში დაბრუნდა და მონაზვნად აღიკვეცა. წლების შემდეგ კი მღვდელიც გახდა. მისგან ერთობ დიდი შეწევნა მივიღე, რადგან მეტად ღვთისმოსავი იყო და დიდ ღვაწლს ტვირთულობდა. 1 წლის განმავლობაში ყოველდღე აღასრულებდა წირვებს და თითქმის არაფერს იხმევდა, მხოლოდ საღვთო ზიარებითა და მცირეოდენი სეფისკვერით, რომელსაც მონასტერი მღვდლებს ევლოგიად აძლევდა, ამითი გაჰქონდა თავი. აი ასეთი ღვთისმოსაობა ჰქონდა. მოგვიანებით იგი წინამძღვარიც გახდა. ახალგაზრდა უფრო ადვილად იღებს მონაზნობის გადაწყვეტილებას, ვიდრე ასაკოვანი. დიახ, ასეა. თუ კაცი 40 წელს გადასცდება, 80-მა უნდა უბიძგოს, რომ გადაწყვეტილების მიღება შეძლოს. ათონიადაში იყო 2 მასწავლებელი, რომლებიც მონაზნობაზე ფიქრობდნენ, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ. ერთი 35 წლისა იყო, მეორე კი 45-ისა. მათი ერთი მოწაფე, როგორც კი სკოლა დაამთავრა, ერთ-ერთ წკითში მივიდა და მონაზნურ ცხოვრებას შეუდგა. ერთ დღეს მას ხსენებული 2 მასწავლებელი შეხვდა და ჰკითხეს, კი მაგრამ ესოდენ პატარა ბავშვმა, როგორ მიიღე მონაზნობის გადაწყვეტილება, ჩვენ ხომ ამას ვერ ვახერხებთ. მან კი ბუნებით უბრალო მოპასუხა, მე მსურდა რომ მონაზნობას შევდგომოდი, პირჯვარი გადავიწერე, წავედი და მონაზონიც გავხდი. მასწავლებლები აღფრთოვანდნენ. ამის შემდეგ 35 წლისა მცხოვრებისადმი მიდგომა შეცვალა და საბოლოოდ მონასტერში წავიდა. მეორე კი კვლავ გზაჯვარედინზე დგას, გავხდე მონაზონი თუ არა. რა განსხვავებაა იმ 2 ადამიანს შორის, რომელთაგან ერთი ადრეულ ასაკში შეუდგება მონაზნურ ცხოვრებას, სხვა კი ხანდაზმულობის ასაკში. პირველი მთლიან კაკალს უძღვნის ღმერთს. მეორე კაკლის უმეტეს ნაწილს თვითონ იხმევს. ღმერთს კი დარჩენილ ნაწილსა და ნაჭუჭს აძლევს. მამაო, როცა მონაზნობის მსურველი ბავშვობიდანვე მიდის მონასტერში, ეს კარგ წინაპირობად მიიჩნევა მისი შემდგომი ცხოვრებისთვის. ის, ვინც ბავშვობიდანვე წავა მონასტერში, უფრო ადვილად წარემატება, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ნებისყოფა სუსტდება და მატულობს ლოგიკური აზროვნება. როდესაც ვინმე 40 ან 50 წლის ასაკში ხდება მონაზონი, გარდა იმისა, რომ უჭირს მოღვაწეობა ისე როგორც ეს ახალგაზრდას შეუძლია, არც ძალას შესწევს, რომ მოიკვეთოს თავისი ნაკლოვანებები, რომლებიც უკვე გაუხეშებულია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მტკიცე ნებისყოფა და დიდი სიმდაბლე,
რომ ნაკლოვანებების მოკვეთა შეძლოს. ამიტომაც განაგო ღმერთმა, რომ ახალგაზრდებს მტკიცე ნებისყოფა და დიდი მოშურნეობა ჰქონდეთ, რათა გაისარჯონ და ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ. პატარა ბავშვს შეუძლია ისწავლოს ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ჩინური და სხვა უამრავი რამ. შედარებით ასაკომას ერთი სიტყვის შესასწავლად ადგომაც კი ეზარება, რომ ლექსიკონი აიღოს და სიტყვა მოიძიოს. ცხადია ღმერთი ყველას იწყნარებს, როგორც მე-11 ჟამის მუშაკს, რომელსაც იმდენივე სასყიდელი მისცა, რამდენიც პირველი ჟამის მუშაკებს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბერი კაცები, რომლებიც მე-11 ჟამს გახდნენ მონაზვნები, მრავალ ახალგაზრდას აღემატებიან, რადგან გააჩნიათ უბრალოება და სიმდაბლე. უბრალოებას ერთობ დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ კაცს არ აქვს უბრალოება, ადრეულ ასაკშიც რომ წავიდეს მონასტერში, გამოუძერწავი რჩება, მაშინ როცა თუ უბრალოება აქვს, ადვილად იძერწება, თუნდაც ასაკოვანი იყოს. იყო ერთი კრეტელი ბერი კაცი, 80 წლისა, რომელსაც 9 შვილი ჰყავდა. მას შემდეგ, რაც ყველანი დააქორწინა, გადაწყვიტა მონაზვნურ ცხოვრებას შესდგომოდა. ერთ დღეს ტანისამოსი ტომარაში ჩადო, ზურგზე მოიკიდა და ათონის მთისკენ მიმავალ გემზე ავიდა. გზავრობისას ტომარა სადღაც დაეკარგა და ათონზე ისე მივიდა, ჯიბეში მხოლოდ 2-3 მცირე ზომის სვინაქსარი ედო. მივიდა დიდ ლავრაში, აღიკვეცა მონაზვნად და ასაკით ყველაზე უმცროსაც კი ემორჩილებოდა. ახლა უკვე როცა 90 წლის არის და საქმის აღსრულება არ შეუძლია, მთელი დღეს კვნილებს ქსოვს და გამუდმებით პარაკლისებს კითხულობს. მას რომ უბრალოება არ ქონოდა, ვერც სხვაზე დამორჩილებას შეძლებდა, ვერც ხანგრძლივად ილოცებდა. მამაო, რა ვუთხრათ იმ ასაკოვან ქალებს, რომლებიც სახლში მონაზვნებივით ცხოვრობდნენ და ახლა როცა პენსიაზე გავიდნენ, აქ მოსვლას და კრებულში ჩარიცხვას ითხოვენ. დედაო, მათ დიდი სიფაქიზით უნდა მიახვედრო, რომ რადგანაც მრავალი წელი მარტოობაში იცხოვრეს და არ უმუშავიათ საკუთარ თავზე, მონასტერში გაუჭირდებათ. ასეთ ასაკში ძნელია კინობიალურ ცხოვრებას მოერგონ და მორჩილება აღასრულონ. მათ გამუდმებით გულის სიტყვები შეაწუხებენ და იტყვიან, რატომ ეს, რატომ ის. ერთ ასაკოვან გაუთხოვარ ქალს, რომელიც ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში ცხოვრობს და ამასთან ეკლესიაშიც დადის, ყველანი აქებენ. თუ კი ის მონასტერში წავა, ისეთი განცდა დაეუფლება, რომ სხვების ჩრდილში იმყოფება, რადგან იქ მას არავინ შეაქებს. ერში თანასოფლელები გამუდმებით ხოტბას ასხამენ და ამბობენ, ნახეთ იგი ყოველდღე დილა ადრიანად მიდის ეკლესიაში, როგორი კარგი ადამიანია. ის კი იმისათვის, რომ სხვისთვის კარგი მაგალითი მიეცა, სულ უფრო მეტი აღფრთოვანებითა და სიამაყით დადიოდა ეკლესიაში. მონასტერში მას ბუნებრივად მოუწევს ყველაზე ბოლოს დადგომა და ყველასგან შენიშვნის მიღება. ასე გააკეთე ეს, ეტყვის ერთი. ახლა ის საქმე შეასრულე, ეტყვის მეორე. შესაბამისად გაუჭირდება და ვერ შეძლებს იქ გაჩერებას, რადგან აღარ დაკმაყოფილდება მისი ნება, მისი ეგოიზმი, დიდების მოყვარეობა, რაც წლების განმავლობაში კვებავდა მის არსებას. ერში კომპოსტოს ნაკელს დაუყრიან და იფურჩქნება. უდაბნოში კი განებივრებული კომპოსტო ისიც ნაკელის გარეშე ხმება. ასე ემართებათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ერში სულიერად ცხოვრობენ, მაგრამ ამ სოფლის ქებისგან ეგოისტურად იფურჩქნებიან. თუ მონასტერში წავლენ, ჩამოხმებიან, რამე თუ მათ არ გაუთავისებიათ დაფარულში ყოფნა და მწუხარება დაეუფლებათ, რადგან გულის სიტყვები შეაწუხებთ
და იფიქრებენ, რომ სხვები ვერ ხედავენ და ვერ ცნობენ იმ სათნოებებს, რომლებიც მათ გააჩნიათ და ზოგადად ყველა სიკეთეს, რასაც აკეთებენ. მამაო, თუმცა გადაწყვეტილი მაქვს მონაზნობა, გამუდმებით ვაყოვნებ მონასტერში წასვლას, როგორ მოვიქცე? თუ მართლაც გადაწყვეტილი გაქვს მონაზნობა, საუკეთესო, რაც შეგიძლია მოიმოქმედო, არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წახვიდე მონასტერში. თორემ ეშმაკი გამუდმებით გამოგიჩენს საქმეებს, რათა დაბრკოლება შეექმნას შენს კეთილ გადაწყვეტილებას. იყო ერთი, ვისაც მონაზნობა სურდა და თუმცა მიეცა ხელსაყრელი შესაძლებლობა მონასტერში წასასვლელად, მაინც აყოვნებდა. ამასობაში დადგა გერმანელთა ოკუპაციის პერიოდი, რომლის დროსაც მამამისი დაიღუპა. შესაბამისად, ვალდებულებებიც დაეკისრა. უნდა მოეგროვებინა ფული და აეშენებინა სახლი, რათა თავისი და დაექორწინებინა. გარდა ამისა, ამერიკიდან წილად ხვდა სოლიდური მემკვიდრეობა, რომლითაც თავისი დის დაოჯახება შეძლო. ვინაიდან ქონება საკმაოდ ბევრი იყო, გაჩნდა შესაძლებლობა მოხუცი დედისთვის აიყვანა მომვლელი. მას კიდევ მიეცა მონასტერში წასვლის შესაძლებლობა, მაგრამ კვლავ აყოვნებდა. დღეს ხვალ გამუდმებით გადაავადებდა მონასტერში წასვლას. ამასობაში მის დას ქმარმა მთელი ფული გაუნიავა და გაშორდა. ახლა კვლავ უნდა შეეგროვებინა ფული თავისი დის მეორედ დასაქორწინებლად. რა უნდა ექნა? იძულებული გახდა ერში მღვდელი გამხდარიყო. საბოლოოდ, როცა კვლავ დააქორწინა თავისი და, მოვიდა ათონის მთაზე და მონაზნოდ აღიკვეცა, მაგრამ მონასტერში გაჩერება აღარ შეეძლო. უკვე საერო ცხოვრებას შეჩვეული, გამუდმებით აქეთ-იქით მიმოდიოდა.